ბრუნდებით პირდაპირ ეთერში ნინო ბურჯანაძეა ჩვენი გადაცემის დასკვნის ნაწილის სტუმარი საღამოშტობის საბატონო ნინო ძალიან დიდი მადლობა რომ ასე გვიან ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი მაგრამ თემა არის აქტუალური საინტერესო და ეს საკითხი რომელიც არ კარგავს აქტუალობას მით უმეტეს გუშინდელი სასამართლო პროცესიდან გამომდინარე მაგრამ ვიდრე 26 მაისზე დავიწყებთ საუბარს რომელიც ჩვენი საუბრის მთავარი თემა მაინც უნდა შევეხოთ დღეს მიმდინარე მოვლენებს თქვენეული შეფასება მაინტერესებს დღევანდელ პრეზენტაციაზე იცით მე პრინციპში ყურადღებით ვაკვირდებოდი განცხადებებს, რომელიც დღეს გაკეთდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის მხრიდან და შემიძლია გითხრათ, რომ იდეა, რომელზეც ის საუბრობს, არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებასთან დაკავშირებით, სამოქალაქო საზოგადოებასთან დაკავშირებით, იდეა თავისთავად კარგია, მაგრამ მე ჩემი გამოცდილებისთან მიუხედავად ძალიან ბევრი რამ ვერ გავიგე უბრალოდ სამწუხაროდ. იცით რაშია საქმე? ერთის მხრივ საუბარია დამოუკიდებლობაზე, მედიის დამოუკიდებლობაზე, სამოქალაქო სექტორის დამოუკიდებლობაზე, მეორეს მხრივ კეთდება განცხადებები, რომელიც უფრო ტოვებს შთაბეჭდილებას იმისა, რომ ეს ისეთივე დამოუკიდებლობა იქნება, როგორი დამოუკიდებელიც დღეს საქართველოს მთავრობა და საქართველოს პრეზიდენტია ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. ან თქვენც იზიარებთ იმ მოსაზრებას, როგორც აი მაგალითად ნაციონალური მოძრაობა ფიქრობს, რომ გავლენას დღესაც ინარჩუნებს ბიძინა ივანიშვილი და ეს გამოჩნდა დღევანდელი თუნდაც პრესკონფერენციის შემდეგ. ესე ნაციონალური მოძრაობა ფიქრობს თუ არა, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ესე ფიქრობს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა და ამაზე მეტყველებს ელემენტარულად ის განცხადებები, ის მოქმედებები, რომელსაც ჩვენ ვისმენთ და ვხედავთ საქართველოს მთავრობის და პარლამენტის მხრიდან, როდესაც პრაქტიკულად ავტომატურ რეჟიმში, რასაც იტყვის ბიძინა ივანიშვილი, იმას იმეორებს საქართველოს პრეზიდენტი, რასაც იტყვის იმას იმეორებს ძალიან მოკლე ხანში, თუნდაც დღეს, ვთქვათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც იმ წუთშივე გამოასწორა, ეს ვთქვათ, თავისი ნათქვამი, როგორც კი ბიძინა ივანიშვილისგან გაისმა საყვედური, რომ არ უნდა ეთქვა, ვთქვათ, ეკონომიკურ ვარდნასთან დაკავშირებით. იცით რა, ეს ძალიან თვალშისაცემია და სამწუხარო არის ის, რომ თუ ეს ასე გაგრძელდა, ეს უკვე არ არის ის ქვეყანა, რომელიც ჩვენ გვინდა და რომელსაც ჩვენ გვპირდებოდა ბიძინა ივანიშვილი. ეს მაშინ ქვეყნის ნიშნებს კარგავს და უფრო ემსგავსება იმ, ასე ვთქვათ, ტერიტორიას, რომელსაც მართავს ერთი პირი, სხვადასხვა სახელით, სხვადასხვა ბერკეტებით, სხვადასხვა მექანიზმებით. არ მინდა ხა მთლად სიტყვა ერთი პირის საწარმო გამოვიყენო ნამდვილად და მე ნამდვილად არ მგონია, რომ ჩემი და ჩემი თანა არ არის ხელისუფლებაში თქვენ ამის. და მით უფრო რომ ეს ერთი პირი არ არის ხელისუფლებაში. გარდა ამისა მე ნამდვილად არ მგონია, რომ ჩვენთვის უნდა იყოს მთავარი, ესე ვთქვათ, ამოცანა, რომ ჩვენ სინგაპურს და დუბაის დავემსგავსოთ. ამას ჩვენ უკვე წინა ხელისუფლება გვპირდებოდა. მე არ ვიცი არც ერთი ევროპული ქვეყანა, სადაც მას ხალხს ხელისუფლება პირდება, რომ ეს ქვეყანა დაემსგავსება სინგაპურს ან დუბაის. ეს არ არის საუკეთესო მოდელი, მით უმეტეს საქართველოსნაირი ქვეყნისათვის. ეს არის მოდელი ქვეყნებისა, სადაც პრაქტიკულად ფასეულობები ძალიან გადაფასებულია, რბილად რომ ვთქვათ, და ამის მაგალითი ჩვენ თუნდაც დღესაც დავინახეთ სამწუხაროდ. კარგით, მოდით მაშინ ეხლა უკვე 26 მაისს შევეხოთ და ვისაუბროთ იმ სასამართლო პროცესზე, რომელიც გუშინ გაიმართა. თქვენ იყავით ერთ-ერთი მთავარი მოწმე, საკვანძო მოწმე, თქვენთან ერთად კიდე ჯანიშვილი იყო ერთ-ერთი მთავარი საკვანძო მოწმე, მაგრამ სასამართლო პროცესი, რომელზედაც ხელისუფლებაშია, მიუხედავად იმისა, რომ წესით ის არ უნდა იყოს დღევანდელ ჯანიშვილის ჩვენებაზეც აუცილებლად ვისაუბროთ და მაზეც ვისაუბროთ, ოღონდ ცოტა მოგვიანებით, თქვენ მოწმის სტატუსით დაიკითხეთ და მოდით ვთქვათ, რომ ეს არ იყო ორდინალური სასამართლო პროცესი, მაგალითად თქვენმა ყოფილმა თანაგუნდელებმა ერთგვარი პოლიტიკური ლექცია უწოდეს ამას. იყო მოსაზრება, რომ ეს იყო ერთგვარი პოლიტიკური დებატები თქვენსა და თუნდაც მერაბიშვილს შორის. თქვენ თუ ხართ კმაყოფილი თქვენი გამოსვლით სასამართლო პროცესზე? არა, დებატები ნამდვილად არ ყოფილა, იმიტომ რომ თუ არ ჩავთვლით, ესე იგი ვანო მერაბიშვილის პრაქტიკულად აგონიაში მყოფი ადამიანის ბოლო განცხადებას, რომელიც უბრალოდ სასაცილო არის მართლა. ნუ თურმე რომ 7 ნოემბრის დამგეგმავი ინიციატორი და სულის შემდგმელი ბადრი ბიძაძე ყოფილა, ოღონდ ამ საიდუმლოს თურმე გვინახავდნენ, როგორც იტყვიან, ნამუს გვინახავდა თურმე, ესე იგი ნაციონალური მოძრაობა და ვანო მერაბიშვილი ამდენი ხნის განმავლობაში ამას რო ამბობდა. ნუ ეხლა ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება ნამდვილად ალბათ არც იქნება საჭირო, მაგრამ რაც შეეხება თავად სასამართლოს, რა თქმა უნდა, იყო ძალიან საინტერესო. მართალია საქართველოში სამართლიანობის აღდგენა ძალიან იგვიანებს, მაგრამ ის რომ სამართალი აუცილებლად მოვა, ამის მაჩვენებელი იყო თუნდაც ის რომ გუშინ მე ჩვენებას ვაძლევდი ვანო მერაბიშვილის საწინააღმდეგოდ და ის ესე ვთქვათ განსაჯელის სკამზე იჯდა, მე იმედი მაქვს რომ ძალიან მალე
ამავე სკამზე დაჯდება მიხეილ სააკაშვილი, იმიტომ რომ მე გუშინაც ვთქვი ეს და დღესაც გავიმეორებ, რომ ის რომ ვანო მერაბიშვილი ზის მხოლოდ და სააკაშვილი დემოკრატიაზე ლექციებს კითხულობს, არც იმ ინსტიტუტს ახასიათებს კარგად, სადაც ის დემოკრატიაზე ლექციებს კითხულობს და ზოგადად მით უფრო არ ჩვენს ხელისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ესე ვთქვათ გვეუბნებოდა ბატონი ბიძინა, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესიც ინტენსიურად მიმდინარეობს და ყველაფერი კარგად არის, ეს ნამდვილად არ არის. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ქვეყანაში სამართლიანობის პროცესი არ მიდის იმ ტემპით, რა ტემპითაც უნდა მიდიოდეს. ვანო მერაბიშვილი ნამდვილად ვერაფერს ვერ იტყოდა, გარდა იმ წინასწარ მომზადებული PR ტექნოლოგიების მიერ მომზადებული ფრაზისა, რომლითაც მე ესე ვთქვათ, მადლობა გადამიხადა ობიექტური. დიახ, ის კმაყოფილი იყო თქვენი გამოსვით. არ ვიცი თქვენ რამდენად კმაყოფილი იყავით თქვენი სიტყვით, მაგრამ ის კმაყოფილი იყო. და აღნიშნა რომ თქვენ მისთვის სასარგებლო ჩვენება მიეცეთ. დიახ, ჩვენ ხო ყველამ ვიცით, თქვენ მით უმეტეს ჟურნალისტი ხართ, პროფესიონალი, ჩვენ ხომ ტრიუკები, ესე ვთქვათ, PR ტრიუკები, ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ვანო მერაბიშვილს აუცილებლად ეს სიტყვები უნდა ეთქვა, რომ შემდეგ მის მხარდამჭერებს და ესე ვთქვათ, ამა თუ იმ მედია საშუალებას ქონოდა შესაძლებლობა, რომ გამოეყენებია ეს ბოლო ფრაზა იმისათვის, რომ საზოგადოების რაღაცა ნაწილს ეფიქრა, რომ აი რაღაცა არის ვანო მერაბიშვილის სასარგებლო. ვერაფერი იმ ჩვენებაში ვანო მერაბიშვილის სასარგებლო ვერ იქნება, თუმცა თუ რამე იქნებოდა მისი სასარგებლო, მე არც ამას არ დავმალავდი, იმიტომ რომ ჩემი ამოცანა ნამდვილად არის ობიექტური ობიექტურობის და ჭეშმარიტების დადგენა და არა ვინმეს მიმართ ანგარიშწორება, სწორედ ამიტომ ამაში ნამდვილად ვეთანხმები ვანო მერაბიშვილს, მე ძალიან ობიექტურად, ძალიან სამართლიანად ვისაუბრე ზედმიწევნით იმაზე, თუ რაც ხდებოდა 26 მაისს. კარგით, მაშინ ესე კითხვა. უშუალოდ თქვენი ჩვენებით 26 მაისის საქმეს რა შემატეთ? შეიძლება გითხრათ. ვანო მერაბიშვილი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დაიცავს თავს და ვერც ერთ შემთხვევაში ვერ არიდებს თავს პასუხისმგებლობას. გუშინ ძალიან არგუმენტირებულად, დასაბუთებულად გაქარწყლდა ყველა შეკითხვა და ყველა პრეტენზია, რომელიც ჰქონდა დაცვის მხარეს ჩემი მისამართით, ყველა მათი ვითომ და ესე ვთქვათ ჩვენება ან ფოტოსურათი ან პრეტენზია აბსოლუტურად იყო გაქარწყლებული კონკრეტული ფაქტებით, კონკრეტული ესე ვთქვათ მონაცემებით, ესე რომ ვანო მერაბიშვილი ვერავითარ შემთხვევაში ვერ აირიდებს პასუხისმგებლობას თავისი თავისგან, იმიტომ რომ ეს იყო ნამდვილად სადამსჯელო ოპერაცია. რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის ლიდერების შეფასებას, იცით, არც ამაზე არ გავაკეთებდი აქცენტს, უბრალოდ ვიტყოდი, რომ ქართული ოცნების ბრალია დღეს რომ გიგა ბოკერია ხმის ამოღებას ბედავს. ქართული ოცნების ბრალია დღეს რომ გიგი უგულავა კომენტარის მიცემას ბედავს. ნამდვილად ეს ძალიან რას ნიშნავს და იმას ნიშნავს რომ ქართულ ოცნებას რომ თავის დროზე გამოძიება ჩაეტარებინა, თუნდაც იმ ფაქტთან დაკავშირებით 2008 წლის აგვისტოსთან დაკავშირებით, 2008 წლის აპრილთან დაკავშირებით, რა თქვა ბოკერიამ პოლიტიკური წიაღსვლებისო თუ პოლიტიკური ესე ვთქვათ რაღაც სიტყვა გამოიყენა, ხო? გიგა ბოკერიას პოლიტიკური გამჭრიახობის დამსახურება, რომ სააკაშვილი, მერაბიშვილი და სხვები მნიშვნელოვან წილად იზიარებდნენ იმ გადაწყვეტილებებს, რომელმაც ვანო მერაბიშვილი მიიყვანა განსასჯელის სკამამდე და სააკაშვილსაც მალე მოიყვანს. გიგა ბოკერიას რომელი მათ შორის 2008 წლის აპრილი, როდესაც ის კატეგორიული მომხრე იყო, რომ ომი დაწყებულიყო აფხაზეთში, მან აბსურდი და ბოდვა უწოდა ამას, მაგრამ ამის მოწმე არის 10 ადამიანი და ამის კონკრეტული ფაქტები არსებობს პირდაპირ. ძალიან საინტერესოა ეს საკითხი, აი, როდესაც თქვენ განაცხადეთ გუშინ, რომ 2008 წლის აპრილში ომს ააცილეთ ქვეყანა აფხაზეთის მიმართულებით. როდესაც ამ განცხადებას აკეთებთ, თქვენ ჩემზე უკეთესად მოგეხსენებათ, იმიტომ რომ იურისტი ხართ, ამას დამტკიცება სჭირდება, ხო ესეა. ანუ თქვენ იმედი გაქვთ იმ 10 მოწმის, რომელიც ამ საუბარს ესწრებოდა? მე არავის იმედი არ მაქვს, ახლა ძალიან ძნელია გქონდეს მერაბიშვილის, ტყეშელაშვილის, ბოკერიას და დიახ დასხვების იმედი. სხვათა შორის ბეჟუაშვილი, რომელიც მგონია, რომ არ უარყოფს იმას, რომ ეს ფაქტი ნამდვილად იყო, იმიტომ რომ პრაქტიკულად მე ვიყავი კატეგორიული წინააღმდეგი და ასევე ბეჟუაშვილი, რომ ომი დაწყებულიყო 2008 წლის აპრილში. ანუ ტყეშელაშვილი, მერაბიშვილი, ბოკერია და სააკაშვილი, ლომაია, სააკაშვილი, ვაშაძე ყველა ეს ესწრებოდა ამ შეხვედრას და იყვნენ მომხრე, რომ ომი დაწყებულიყო. ხელოვნებული გაყვიროდა გიგა ბოკერია, ბოლო ხმაზე კარტა ბერლე გვაქვს და აუცილებლად უნდა დავიწყოთ ომი აფხაზეთშიო. ამის გამოძიების დროც მოვათე, ამაზე ძალიან ბევრი ფაქტი მეტყველებს და კეზერაშვილი სხვათა შორის და გამახსენდება ალბათ კიდევ სხვებიც.
და ეს გამოძიებები რომ ჩატარებულიყო და ეს და ბევრი სხვა დანაშაული გამოძიებული ყოფილიყო, ამდენს ვერ ილაპარაკებდა დღეს ნაციონალური მოძრაობა. რაც შეეხება იმას, სიბრიყვე იყო, ეს იყო სიტყვა სიბრიყვე გამოიყენა ბატონმა ბოკერიამ. სიბრიყვე იყო მისი მხრიდან და მისი მეგობრების მხრიდან ესეთი წაქეზება და ბიძგი ომის დაწყებისა საქართველოს მხრიდან თუ რაიმე სხვა და რომელიმე სხვა ქვეყნის ინტერესების ნებსით უნებლიეთ გატარება, ამას აუცილებლად გამოძიება გამოიძიებს, იმიტომ რომ აფხაზეთში ომის დაწყება გამოიწვევდა იმას, რომ დღეს საქართველოს როგორც ქვეყანა უბრალოდ არ იარსებებდა და ამისკენ უბიძგებდნენ სააკაშვილს მისი უახლოესი გარემოც. დაუშვათ ეს საუბარი, რომელზეც თქვენ ახლა საუბრობთ, რომ დაუშვათ თეორიულად, რომ მიმდინარეობდა ამაზე საუბარი. და თქვენ ამას წინააღმდეგობად მე ვალდებული ვარ ესე ვთქვა, რომელიც ამის მონაწილე იყო. რა იყო რას ასახელებდნენ მთავარ მოტივად, რის გამოც უნდა დაწყებულიყო 2008 წლის აპრილში ეს ომი? ეს თუ გახსოვთ, ეს არის ის პერიოდი, როდესაც რუსი სამხედროები, სარკინიგზო ჯარები შეყვანილი იქნა აფხაზეთში, როდესაც აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა მიმდინარეობდა. თია საქმე რაშია, იცით? მე ეს ფაქტი არ მომიყოლია მანამ, ვიდრე ამის თაობაზე თვითონ სააკაშვილმა თავისი სიბრიყვით არ თქვა ხმამაღლა. მე არ ვთქვი ეს მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირი არლიყი მომაწერა და მომაწეპა წინა ხელისუფლებამ და სამშობლოს მოღალატე მიწოდა, მაგრამ არ მინდოდა მაინც ჩვენი ქვეყანა დაგვეზარალებია და კიდევ ერთხელ ესე ვთქვათ მიმეცა საფუძველი ვინმესთვის ეთქვათ, რომ აი საქართველოს აპრილშიც კი ომისთვის ემზადებოდა, მაგრამ ეს თავად სააკაშვილმა განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში და ამის შემდეგ მე ბუნებრივია გამეხსნა ხელი და დავადასტურე და უფრო გახსნილად შემიძლია ვილაპარაკო, რომ დიახ ამ ფაქტს ადგილი მაშინ თუ ამ ხაზს გავყვებით და ამ საუბარს გავყვებით, რამ გადააფიქრებინა მაშინდელი ხელისუფლება, როგორც თქვენ ამბობთ ომის დაწყება? პოზიცია ძალიან ანუ თქვენმა პოზიციამ გაჭრა? რა თქმა უნდა, მე შემიძლია ისიც გითხრათ, რომ არსებობდა კონკრეტული გეგმა, რომელიც მე ასევე გამაცნეს თავდაცვის სამინისტროში ღამის პირველ საათზე, ძალიან დიდი სიამაყით. ეს გეგმა იყო, ესე ვთქვათ, სოხუმამდე მისვლის, მაგრამ სოხუმს იქეთ, როგორც ჩანს, დანარჩენი აფხაზეთი სააკაშვილს და მის მეგობრებს, მათ შორის ადეიშვილის კომენტარიც მახსოვს ამ თემასთან დაკავშირებით არ აინტერესებდათ. სწორედ მაშინ შედგა ის ცნობილი დიახ და სხვათა შორის ოფიცერთა მთელი შემადგენლობა ესწრებოდა ამას ღამის პირველ საათზე და პასუხობდა ჩემ კითხვებს, რომელზეც მე დამაჯერებელი პასუხი ძალიან ბევრ მათგანზე ვერ მივიღე. ახლა ძალიან სერიოზულ განცხადებებს ძალიან სერიოზულ განცხადებებს მე სერიოზული ადამიანი ვარ თია და არასერიოზულ განცხადებებს ბუნებრივია ვერ გავაკეთებ და არ მივცემ ჩემ თავს იმის უფლებას, რომ საზოგადოებას არასერიოზულ თემებზე ვესაუბრო. ასევე შემიძლია გითხრათ, რომ სწორედ მაშინ შედგა ეს ცნობილი სატელეფონო საუბარი სააკაშვილსა და პუტინს შორის, რომელიც ასევე პირველად სააკაშვილმა გაახმოვანა და არა მე, მიუხედავად იმისა, რომ მე ამ სატელეფონო საუბარს ვესწრებოდი და ეს ჩემი ინიციატივით შედგა ეს სატელეფონო საუბარი და სააკაშვილმა გაიხსენა კიდეც, რომ სწორედ მაშინ უთხრა პუტინმა, რომ თუ შენ ომს დაიწყებ, იქ დგანან ჩემი სამშვიდობო ძალები და მე ვცნობ დავამარცხებ შენს ჯარს, ვცნობ აფხაზეთს და ოსეთს და პრაქტიკულად დაგიშლი ქვეყანას. ეს ნამდვილად იყო. თქვენ ურჩიეთ, რომ მას დაერეკა? ჩემი კატეგორიული რჩევა იყო, რომ მას დაერეკა პუტინთან, რომ ჩვენ აგვერიდებინა თავიდან ომი. და მან ეს რჩევა გაიზიარა. ვფიქრობ, რომ ამ სატელეფონო ზარმაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა ის, რომ მან ვეღარ გაბედა ომის დაწყება. კარგი, საინტერესოა თქვენს ამ განცხადებებს რა გამოხმაურება მოყვება და შემდეგ რა მსვლელობა მიეცემა. ჩვენ ახლა ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეუძლია პროკურატურას გამოძიება დაიწყოს ამ თემასთან დაკავშირებითაც. თქვენ ყველა იმ ადამიანს დაასახელებთ, რომელიც ამ შეუსაუბარს ესწრებოდა. დასამალი აქ არაფერი არ არის. Სხვა შორის იმ ოფიცრებსაც, რომელიც თქვენ ახლა ოფიცრების გვარები ალბათ ნამდვილად გამიჭირდება, რომ დავასახელო, მაგრამ გენერალური შტაბის ძირითადი შემადგენლობა ესწრებოდა ღამის პირველ საათზე ამ თათბირს. თუ გაქვთ იმედი, რომ რომელიმე ამ საუბრის მონაწილე ერთი მაინც დაადასტურებს? გაქვთ ამის იმედი? გენერალიტეტიდან ვფიქრობ, რომ რამდენიმე ადამიანს ალბათ სინდისი ეყოფა და ვერ უარყოფს ამას. კარგი, ნახოთ როგორ გამვითარდება მოვლენები. თქვენ სააკაშვილი რამდენჯერმე ახსენეთ იგივე გუშინდელ სასამართლო პროცესზე და დღესაც რამდენიმე წუთის წინ ახლა ჩვენთან საუბრისას განაცხადეთ, რომ ის უნდა იყოს მსჯავრდებული სკამზე, ბრალდებული სკამზე და არა მარტო ვანო მერაბიშვილი. ფიქრობთ, რომ პროკურატურას შეძლებს მისი ბრალეულობის დამტკიცებას? მე მარტო პროკურატურაზე არ ვიტყოდი, იცით, მე ვიტყოდი, რომ ეს პროკურატურის საქმე არ არის მხოლოდ, ეს არის ხელისუფლების, ზოგადად მთელი ხელისუფლების საქმე. უბრალოდ მე არ მგონია, რომ დღევანდელ ჩვენს ხელისუფლებას აქვს იმისი ძალა და უნარი და გამბედაობა, რომ სააკაშვილს ბრალი წაუყენოს. ყოველ შემთხვევაში მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ დავინახეთ, რომ ხელისუფლება არის აბსოლუტურად უსუსური, სუსტი.
როგორ ფიქრობთ? ვერ გეტყვით რატომ? მე ხა იცით ნამდვილად არ მინდა ხოლმე რაღაც შეთქმულების თეორიებით ვილაპარაკო, მაგრამ ასეთ უსუსურობას, რასაც მე ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებაში ვხედავ, რამაც გააცოცხლა ნაციონალური მოძრაობა პრაქტიკულად მიუხედავად იმისა, რომ დასამარებულნი იყვნენ პოლიტიკურად 1 ოქტომბერს, ისეთი უსუსურობა არის, რომ ეს არის ან მართლა აბსოლუტური პოლიტიკური იმპოტენცია და აბსოლუტური უნარობა, უსუსურობა, უცოდინარობა და ასე შემდეგ და გაუბედაობა, ან არის პოლიტიკური გარიგება, რომ ნაციონალური მოძრაობა უნდა გადარჩენილიყო 1 ოქტომბრის შემდეგ ნებისმიერ ფასად, სააკაშვილი უნდა გადარჩენილიყო, გარეცხილიყო და ესენი დაფიქსირებული იყვნენ მეორე ძალად. და იმის ალბათობას არ უშვებთ, რომ შეიძლება ისეთი მყარი მტკიცებულებები არ იყოს, რომლითაც შეიძლებოდა მისი პასუხისგებაში მიცემა. მტკიცებულებები დევს აი ზედაპირზე, აი ეს. მე საუბრობ უშუალოდ სააკაშვილზე ამ შემთხვევაში. მათ შორის სააკაშვილთან მიმართებაშიც. ანუ კონკრეტულად 26 მაისზე თქვენ ფიქრობთ, რომ მისი პასუხისგებაში მიცემა შესაძლებელია? ეხლა დაუშვათ საკანში და თვითონ ეწამებია ადამიანი? ან სააკაშვილი უნდა ჩამოსულიყო და თავში კეტი დაერტყა ვინმესთვის? ეს ხომ არ ხდება. პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იღებს პირველი პირი და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ 26 მაისი დაგეგმილი იყო სწორედ სააკაშვილის თანდასწრებით, სწორედ სააკაშვილის კაბინეტში და ერთი უწყება ვერ ჩაატარებდა იმ სადამსჯელო ოპერაციას, რომელიც ჩატარდა თუნდაც იმიტომ, რომ ვანო მერაბიშვილს არ ექვემდებარებოდა ყველა ის უწყება, რომელიც მონაწილეობას იღებდა ამ ოპერაციაში. ვანო მერაბიშვილი მარტო ვერ დაგეგმავდა ამ ოპერაციას. ეს ოპერაცია იყო დაგეგმილი სწორედ სააკაშვილის, გიგა ბოკერიას და სხვების მიერ და იყო სწორედ ოპერაცია დაგეგმილი ისე, როგორც ეს მერე ბენდუქიძემ განმარტა, რომ ეს ყოფილიყო სწორედ საჩვენებელი სადამსჯელო ოპერაცია, რომ მერე ვეღარ გაებედათ ადამიანებს ხელისუფლების წინააღმდეგ. აი, სხვათა შორის გუშინ თქვენ შემდეგ შავა ჯანაშვილი როცა იმყოფებოდა სასამართლო პროცესზე, მან განაცხადა, რომ გეგმა მის მიერ იყო შედგენილი, მან რამდენიმე განცხადება გააკეთა, ეს ამ გეგმის დეტალები გაახმოვანა და სხვათა შორის ესეთი რამეც განაცხადა, რომ გეგმის მიხედვით როცა არ წავიდა უკვე 26 მაისს ყველაფერი, მან დაურეკა მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს, აუწყა ამის შესახებ კონტროლზე აიყვანა ეს პროცესი და ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, მას უპასუხა, რომ არ იდარდო. მეორეს მხრივ ჯანაშვილმა ისიც განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილის უშუალო მითითება იყო, რომ გაზი არ ყოფილიყო გამოყენებული. მოკლედ, რამდენიმე განცხადება გააკეთა და ორივე მხარემ გასაბრძანება, ხო, ამ გაზის გაშვების. ორივე მხარემ სათავისო ჩვენება დაინახა შავა ჯანაშვილის ჩვენებიდან გამომდინარე. მაგალითად, პროკურატურამ განაცხადა, რომ ეს ვანო მერაბიშვილის საწინააღმდეგო ჩვენება იყო, დაცვის მხარემ პირიქით. თქვენ როგორ გენიშნათ? სხვათა შორის აი ავტომობილები გამოჩნდა და ძალიან კარგად ჩანს, როდის ვტოვებ მე რუსთაველის გამზირს, როდესაც აი სპეკულაციები იყო აი ამ თემასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჩვენ რუსთაველის გამზირი დავტოვეთ და ხალხი მივატოვეთ, თუმცა ხალხმა ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის, მაგრამ რადგან ავტომანქანა გამოჩნდა, აუცილებლად მინდა ერთი, გადახვევა არ არის ეს, მაგრამ ერთი განმარტება გავაკეთო. მე არ ვიცი გუშინ დაღუპული პოლიციელის დედის კომენტარი, რომელიც გავიდა რუსთავი 2-ის ეთერში, გავიდა ჩემი გახსნა განმარტების მოსმენის შემდეგ მისი მხრიდან თუ მანამდე. ამიტომ დღეს ჯერ კიდევ თავს ვიკავებ ძალიან მწვავე კომენტარისაგან. მე ყოველთვის თავს ვიკავებდი ნებისმიერი შუამკვდარი დედის მიმართ რაიმე, ესე ვთქვათ, კომენტარის გაკეთებისაგან, იმიტომ რომ მართლა ძალიან დიდი უბედურებაა, ენით აღუწერელი უბედურება დედისთვის, როდესაც ის შვილს კარგავს და ამ დროს დედას ძალიან ბევრი რამე, თუნდაც უსამართლო განცხადებებიც კი ეპატიება, მაგრამ მას შემდეგ, რაც მე არაერთგზის შევთავაზე დაღუპული პოლიციელის ოჯახს გამოძიებაში აქტიური მხარდაჭერა და დახმარება, ვთხოვე კიდეც, რომ ერთობლივად გამოგვეძიებია ეს საქმე, მას შემდეგ, რაც მე ძალიან კარგად გავიგეთ, მათ შორის ოჯახის წევრებიდან, დაღუპული პოლიციელის დისა და სიძისგან, მათთან შეხვედრის დროს, მე მათ ორჯერ შევხვდი, რომ მათაც და დედასაც ეჭვი ეპარებათ, ესე ვთქვათ, პოლიციელის დაღუპვის ვერსიაში, რომ მათაც იციან ის, რომ გარდაცვლილ დაღუპულ ახალგაზრდას დიახ მათთან საუბრის შედეგად და ამის მოწმე ადვოკატებიც იყვნენ, სხვათა შორის მათ შორის ბატონი გელა ნიკოლაიშვილი. მას შემდეგ, რაც მე მოვისმინე ისიც, რომ დედასაც ეჭვი ეპარება და იცის, რომ მისმა შვილმა თავის უახლოეს მეგობარს 2 დღით ადრე გარდაცვალებამდე უთხრა, რომ მან ისეთი რამ იცის, რომ შეიძლება ის მოიშოროს. დიახ, საქმეც მაგაშია, ქალბატონო თეა, რომ გუშინ დედამ სრულიად სხვა რამ განაცხადა. მე კატეგორიულად, აი, ხა ვაფრთხილებ, არ მინდა ეს სიტყვა ვთქვა, მაგრამ ვამბობ კატეგორიულად. დაანებოს
თუნდაც შვილმკვდარმა დედამ სხვისი უდანაშაულო შვილის დადანაშაულებას თავი. მე ძალიან ბევრჯერ მოვითმინე, როდესაც ჩემი ოჯახის წევრებს, მათ შორის ჩემს შვილს, ძალიან ბევრი უსამართლო, ასე ვთქვათ, შეურაცხყოფა მიაყენეს. ძალიან ბევრჯერ უსამართლოდ გადაუარეს. ეს სააკაშვილის პირადი ანგარიშსწორებაა, იმიტომ რომ სწორედ ჩემი შვილი ანზორ ბიწაძე იყო ის ადამიანი, რომელიც 2007 წლის მოვლენების შემდეგ კატეგორიულად ითხოვდა ჩემგან, როგორც დედისგან და პოლიტიკოსისაგან, გადადგომას და სააკაშვილის, ესე ვთქვათ, განდგომას. სააკაშვილმა ეს ძალიან კარგად იცოდა და მუდმივად იყო, ესე ვთქვათ, მის მიერ ამოჩემებული ანზორ ბიწაძე. ამან განაპირობა ის ეგრეთ წოდებული ვითომ ჩანაწერები, ვითომ ბრალდებები და ასე შემდეგ, მე ძალიან კარგად ვიცი, მაგრამ კიდევ ერთხელ მიმართავ პოლიციელის დედას. მან ძალიან კარგად იცის, რომ ჩემი შვილი ამ უბედურებასთან არავითარ კავშირში არ არის. ნუ მაფიქრებინებს, რომ ან დააშანტაჟეს, რაც ძალიან დიდი უბედურებაა თავის მხრიდან, ან კიდევ რამე უფრო უარესი დგას ამის უკან. არ მინდა მე ხა ამის იქეთ გავავრცელო ძალიან ბევრი რამ, იმიტომ რომ მე ვიცი რა მეთოდებით მუშაობენ. შანტაჟის, დაშინების, მოსყიდვის, წახალისების. ხელისუფლებაში შეიძლება იყოს, ხო ვინმე? ისინი აღარ არიან ხელისუფლებაში, ვისაც თქვენ ახლა სავარაუდოდ გულისხმობთ. ჯერ ერთი ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაშია და ძალიან ბევრ ადამიანს ჯერა რომ ისინი კვლავ მობრუნდებიან ხელისუფლებაში და სამწუხაროდ ამის ძალიან დიდი შანსი. მაგრამ არის მეორე, თუ ან შანტაჟია, ან არ მინდა ახლა ვიფიქრო მოსყიდვა, მაგრამ გამოყენებული ამ ტიპის მეთოდები, ეს მეთოდები ჭრის იმის და მიუხედავად შენ ხელისუფლებაში ხარ თუ არა. კიდევ ერთხელ ვამბობ, კატეგორიულად მოვითხოვ, ვინაიდან ვიცი რომ იცის ამ ქალბატონმა, რომ არაფერ შუაში არ არის ჩემი შვილი და ესკორტი მისი შვილის უბედურებასთან, თუ უნდა მე კიდევ მზადა ვარ რომ ერთობლივად იქნეს გამოძიებული ეს საქმე, მიუმართავ სხვათა შორის ბატონი არჩილ კბილაშვილი იყო თქვენთან. მე არჩილ კბილაშვილს პირადად ვთხოვე, რომ გამოეძიებია პოლიციელის მკვლელობა. მე არ ვიცი რატომ არ იძიებს ამ მკვლელობას მთავარი პროკურატურა და ახალი ხელისუფლება, მით უფრო მას შემდეგ, რაც ვანო მერაბიშვილმა განცხადება გააკეთა, რომ ორი გვამი შეიძლება მას ვლადიმერ მასურიშვილი რა მიმსხვერპლა თქვენი აზრით? მე ვერ გეტყვით ის, რომ აი ამ კადრებზე, რომელსაც ახლა აჩვენებენ, ის არ დაღუპულა, ეს არის ფაქტი, ეს დადასტურებულია სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, რომელიც ჩვენ მივიღეთ ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს. და სხვათა შორის მძღოლი, რომელიც დაკავებული იყო და იჯდა ეგრეთ წოდებული პოლიციელის მკვლელობისათვის, ამ ესკორტში საერთოდ არ არის. და ოფიციალურად საქმეში დადასტურებულია თითქოს და რომელიც თეთრი ძაფით არის ნაკერი, რომ მასურაშვილი გარდაიცვალა არა იმ ადგილზე, რასაც ეხლა თქვენ ამ წუთში კადრებს ხედავდით, არამედ საერთოდ სხვა ადგილზე თავისუფლების, მეტრო თავისუფლების შესასვლელთან. ეს ყველაფერი დედამ იცის. და გამოდის და მართლა ეხა არ მინდა როგორ გამოვიყენო შვილმკვდარ დედაზე სიტყვა უსირცხვილო, მაგრამ გამოდის და სხვის შვილს ადანაშაულებს. მე რა რომ ის ნინო ბურჯანაძის შვილია. კარგით, და ნუ ამძიმებს კიდევ ერთხელ ვამბობ. ეხა გუშინდელმა ინტერვიუ მართლა კიდევ ერთხელ მიმართეთ ამ საქმის გამოძიებით. ნუ ამძიმებს მის შვილის სულს ცოდვით. მას შვილიშვილების ყავს, ღმერთმა კარგად უმყოფოს, გამოიძიოს თავისი შვილის მკვლელობა და ნურაფრის გულისთვის. სხვათა შორის მე ოჯახის წევრებისგან ეს ფრაზაც მოვისმინეთია. ჩვენ შვილები გვყავს და ეხლა რა უნდა გვექნა. მას არაფერი არ ეშველებოდაო. მე მესმის დისგან. მე მესმის რომ შეიძლება მას შეეშინდა ოჯახის უსაფრთხოების გამო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემ შვილს დაადონ ხელი სრულიად უდანაშაულოდ. ამას აღარ განგიცხადათ, რომ რაიმე სახის ეწოლა იყო? ასეთი რამე მიგანიშნათ? კი. მან მითხრა, რომ ეხა მას დარჩა ერთი შვილი, თვითონ ორი შვილი ყავს და ეხა ბავშვებს ვერც ფშიერს დატოვებდა და ვერც ესე ვთქვათ საფრთხის ქვეშ ვერ დააყენებდა. კარგით, მიმართეთ ამ საკითხზე კიდევ ერთხელ პროკურატურას, რომ საკითხის გამოძიება მიმართეთ. ყველა ეთერში ვითხოვ. მივედი ოფიციალურად ვთხოვე მაშინდელ მთავარ პროკურორს ბატონ არჩილ კბილაშვილს. საპრეზიდენტო არჩევნების წინ კიდევ ერთხელ განვაცხადე, რომ მე არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს საქმე კვლავ გამოუძიებელი აწყობს ახალ ხელისუფლებას, ისევე როგორც აწყობდა წინა ხელისუფლებას, რომ ეს რაღაცა, ასე ვთქვათ, ჩემს თავზე და ჩემი ოჯახის თავზე იყოს ეს ჩრდილი მეთქი. ხა მეტი რა უნდა გავაკეთო, ძალიან მაინტერესებს. მოდით ისე გუშინდელ დღეს დავუბრუნდეთ ამ თემაზე საუბარი, დღესავით ნათელია, რომ ჩვენ ამაში არაფერ შუაში არა ვართ. ამის დოკუმენტები და მასალები არსებობს და ვისაც აინტერესებს ამის გამოძიება არის ძალიან მარტივი. კარგით, თქვენ გუშინ განაცხადეთ, რომ აქციის დარბევამდე დაუკავშირდით პატრიარქს და სთხოვეთ მას, რომ მოფიქრებისთვის დრო ეთხოვა ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის. მე პატრიარქმა გადმოგირეკათ და დამწუხრებული ხმით გითხრათ, ბაქრაძისგან და სააკაშვილისგან უარი მივიღეო.
ამ პასუხის შემდეგ მაინც რატომ არ მიიღეთ დაშლის გადაწყვეტილება? ვერაფერს ვეღარ მივიღებდით, იმიტომ რომ ეს იყო დაახლოებით ალბათ პირველის 5-7 წუთზე, იმიტომ რომ ჩემ პატრიარქთან საუბარი მიდიოდა, იცით რა დროს, აი როდესაც უკვე დგანან და მერიის წარმომადგენლები წასულები არიან და მამაო ჩვენოს კითხულობენ, აქციის ორგანიზატორები დაახლოებით იმ პერიოდში ხდებოდა ეს საუბარი და ამ საუბრიდან პრაქტიკულად დაახლოებით ალბათ 5-7 წუთში დაიწყო შტურმი. საქმეც მაგაშია, რომ ჩვენ ვითხოვდით ვადის გახანგრძლივებას, რომ მოეცად კიდევ, რომ მე ვუთხარი პატრიარქს, მის უწმინდესობას, როცა გავიგე, რომ ალყაში ვართ, რომ როგორ ჩანს მეთქი, გაგვწირეს მეთქი და შეიძლება ხალხიც დაიღუპოს, ამიტომ იქნებ მეთქი დრო მოგცენ, რომ მოვახერხოთ ხალხის დარწმუნება, რომ ადამიანები დაიშალნონ. აი ამ დროზე იყო ლაპარაკი დაახლოებით 4-5 საათზე, რომელიც აუცილებელი იქნებოდა იმისათვის, რომ იქ გადაწყვეტილებები მიღებულიყო, მაგრამ 4-5 საათი კი არა, დაახლოებით აი ჩანს კიდეც ქრონომეტრაჟში, დაახლოებით პირველის 8 თუ 12 წუთზე დაიწყო შეტევა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე. პატრიარქმა რამე გირჩიათ? არა, ვერაფერს ვერ მირჩევდა პატრიარქ, რა უნდა ერჩია, მან ძალიან კარგად იცოდა, რამდენად ძიმე სიტუაცია იყო. კარგით, მოდით ახლა 7 ნოემბრის თემა შევეხოთ. თქვენ კი განაცხადეთ, რომ ვანო მერაბიშვილის განცხადებაზე ეს სერიოზული პასუხისგაცემა არ ღირს, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა შევეხოთ ამ თემას. მან განაცხადა ესეთი რამე, რომ ერთ-ერთი ინიციატორი 7 ნოემბრის აქციის დაშლის თუ დარბევის იყო თქვენი მეუღლე, ბადრი ბიწაძე. 2014 წლის რა რიცხვია? 3 თებერვალს რო აკეთებს თუ 3 თებერვალს, ხო, არა, გუშინ გაკეთდა. 3 თებერვალს რომ აკეთებს ვანო მერაბიშვილი ამ განცხადებას? მას შემდეგ მე მინდა გითხოთ რა დოზით მონაწილეობდა 7 ნოემბრის ასე ვთქვათ ოპერაციის დაგეგმვაში თქვენი მეუღლე გაქვთ? იქნება არ გაქვთ ინფორმაცია? არა, მე მაქვს ინფორმაცია და ზუსტად ვიცი. რომ არ იღებდა მონაწილეობას. ვერანაირად ვერ მიიღებდა, ის იყო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მაგრამ როცა გამწვავდა ვითარება, ის ნამდვილად ავიდა შემდეგ შავნაბადაზე და ძალიან კარგად ვიცი ისიც, რომ მას დაუმალეს, რომ აპირებდნენ იმედის დარბევას, ის მანქანაში იყო, როცა მოდიოდა შავნაბადადან, როდესაც გაიგო იმედის დარბევის კარგი, თქვენ 2008 წლის აპრილი დეტალურად გაიხსენეთ, მაშინ ისიც უნდა გაიხსენოთ 7 ნოემბრის შესახებ გადაწყვეტილება ვინ მიიღო, მით უმეტეს ჩვენ იმედში ვიმყოფებით ამ ტელევიზიაში სხვა მხრივ არ შეიძლება ამ თემის გვედისაუბაზე, იმიტომ რომ იმ ღამეს, როდესაც ესე 6 ნოემბერს, როდესაც 7 ნოემბერი თენდებოდა, არანაირი აუცილებლობა ამ აქციის დარბევისა არ იყო. ეს კითხეთ ბოკერიას, მერაბიშვილს, სააკაშვილს, იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილება იყო. ეჭვი არ მეპარება, იმიტომ რომ იდეა რომ ქართველები უნდა ბოლომდე უკაცრავად ძალიან დიდ ბოდიშვიხთი საზოგადოებასთან ამ სიტყვისთვის, მაგრამ უბრალოდ მე შესატყვისი არ ვიცი, რომ ქართველები ბოლომდე უნდა დააჩმორო, რომ მე ხმა არ ამოიღონეს, სწორედ ძირითადად ბოკერიასგან მოდიოდა. მე თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ასევე კატეგორიულად ვითხოვ 7 ნოემბრის გამოძიებას, გამოვიძიოთ. ახალი ხელისუფლება, მე არანაირი ბერკეტები არ მაქვს და არც მჭირდება ეს ბერკეტები, არც შემეუღლეს, გამოვიძიოთ ყველა საქმე 7 ნოემბერიც 2009 წელს. იმედში შემოჭრის გადაწყვეტილება უშუალოდ ვის ეკუთვნის ქალბატონი? ფიქრობ ალბათ კლაუს სააკაშვილს, მე ესე ვფიქრობ. კარგით, გასაგებია. კიდევ ერთი თემა. ამ ფორმით ყოველ შემთხვევაში რა ფორმითაც მოხდა, მე ნამდვილად ვერ გეტყვით ზუსტად, ვის ესე ვთქვათ, გახსნილ გონებაში მოვიდა ეს აზრი. კარგით. თქვენმა ყოფილმა თანაგუნდელებმა კიდევ ერთი თემა, რომელიც სასამართლო პროცესზე შეგახსენეს და შემდეგ მას შემდეგ გაკეთდა კომენტარები და ასევე ეს იყო თქვენი ყოფილი თანაგუნდელების საუბრის მთავარი თემაც ეს იყო რუსეთთან ურთიერთობა და თქვენი შეხვედრა პუტინთან. ჯერ ვიდრე ამას შევეხებოდით უკრაინსა და საქართველოს პარალელებს შორის სიუჟეტი აღარ გაუკეთებია არც რუსთავიორს და არც იმედს, იმიტომ რომ მერაბიშვილის სასამართლოზეც ფეხსაცმელებით მივედი და ძალიან სერიოზული ყინვა იყო. ოღონდ ამჯერად არ გახსენებიათ, არ გაკვირვებიათ ბურჯანაძის ფეხსაცმელები, მაპატიოს საზოგადოება, მაგრამ უბრალოდ ხალხს უნდა გავახსენოთ, როგორი აბსურდის თეატრი იყო პრაქტიკულად, როდესაც ესე ვთქვათ ქვეყნის წარმომადგენელი ცუდი თუ კარგი წასულია ხდება მსოფლიოში გავლენით ნომერ პირველ ადამიანს და ესე ორი ტელევიზია, იმედიც და რუსთავი 2-იც და პირველი არხით 3 უпростоრად იცლიდა იმისთვის, რომ მეჩვენებია ჩემი ფეხსაცმელები, რომ ყინვაში ფეხსაცმელით ვიდექი. უკაცრავად რომ ბოტებით არ ვიდექი, არცაცი არ დავდგები ბოტებით. მე მგონი აქ თავარი აქცენტი მაინც შეხვედრაზე კეთდებოდა ქალბატონი, ნუ იგივე ყოფილი, არ ვიცი, იმ სიუჟეტებზე, რომელზეც თქვენ ახლა საუბრობთ, მაგრამ თქვენმა ყოფილმა თანაგუნდელებმა ესეთი პარალელი გაავლეს,
რომ თუ კი თქვენ საუბრობთ რომ უკრაინაში თუ შეიძლება მსგავსი აქციების ჩატარება ყოველგვარი ნებართვის გარეშე ან რაც დასაშვებია უკრაინისთვის რატომ არ უნდა ყოფილიყო დასაშვები მაგალითად ქართველი მომიტინგეებისთვის თქვენმა ყოფილმა თანაგუნდელებმა ესეთი რამე განაცხადეს უკრაინა იბრძვის რუსეთის გავლენიდან გათავისუფლებისთვის ბურჯანაძე და მისი შვილი კი პრორუსულ ხაზს ატარებდნენ და ოცნებობდნენ გრუს სპეცნაზის შემოსვლაზე რას უპასუხებთ ეს ხო საერთოდ აბსურდია თეა ჯერ ერთი ვინ რა იცის მე და ჩემი შვილი რაზე ვოცნებობდით საერთოდ ვინ დაამტკიცა რამე თუნდაც არა ვინ დაამტკიცა ჯერ ერთი რომ ის საუბარი ანაუთენტურია ან ესე ვთქვათ კონტექსტი ის არის რაზეც საუბრობთ ან ჩვენ საუბრობთ და ასე შემდეგ ნუ ამაზე ხა ნუ ვილაპარაკებთ მე მგონი ყველაფერი ნათელია საერთოდ ყველაფერი ჩანს ხოლმე შემდგომი ქმედებებიდან ეხა ვანო მერაბიშვილის და ახალაია სპეცრაზმის რო არ შეეშინდებოდა გრუს თუ ეს შეთანხმებული იყო ამაზე მე მგონი ეხა არ ვიდავებთ ხო თუ შეთანხმებული იყო შემოვიდოდა კიდეც ნამდვილად არ შეეშინდებოდა არც ახალაიების არც სპეცრაზმის და არც მიხეილ სააკაშვილის რაც შეეხება თავად განმარტებას იცით ამას ლაპარაკობენ ადამიანები რომლებიც დემოკრატიულ ფასეულობებზე გველაპარაკებიან ხო ანუ თუ შენ ვთქვათ ხარ ევროპასთან ინტეგრაციის მომხრე ანუ შენ შეგიძლია შევარდე შენობებში პოლიციელს წაუკიდო ცეცხლი აღმართო ბარიკადები და ასე შემდეგ და თუ შენ ხარ ჯერ ერთი ჩვენ არ ვიყავით არც პრორუსულები არც გრუსპეცნაზი მოყვავდა და არც საქართველოს სუვერენიტეტს არანაირად ესე ვთქვათ პირიქით ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და რეალური დემოკრატიისათვის ვიბრძოდით მაგრამ დაუშვათ და ჩვენ მართლა პრორუსულები ვიყავით ანუ ჩვენი დახოცვა ასეთ შემთხვევაში შეიძლება ამავე ლოგიკით ამართლებდა გიტლერი კომუნისტების დახოცვას ამავე ლოგიკით ამართლებდა სტალინი ესე ვთქვათ ხალხის მტრების დახოცვას მაშ რას ვერჩით მათ ეს არის დემოკრატია ჩვენ ესეთი დემოკრატია გვინდა აღარაფერს ვამბობ იმაზე რომ დიახ სწორედ ნამდვილი დემოკრატები ჩვენ ვართ და ჩვენ ვიყავით და ის ადამიანები ვინც სახალხო კრების ეგიდით ის რამდენიმე ათასი ადამიანი რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა და საქართველოს ღირსებისათვის იბრძოდა და სხვათა შორის არ აღმოჩნდა ბევრი ადამიანი მაშინ მზად რომელიც საკუთარ ღირსებას დაიცავდა მე მიამაყება რომ 26 მაისს იქვიდექი იმ ღირსებით ახსავსე ადამიანებთან რომლებმაც სასიკვდილო საფრთხის მიუხედავად უკან არ დაიხიეს და რომ არა ეს ადამიანები თეა თქვენ ძალიან კარგად იცით არც 1 ოქტომბერი იქნებოდა და არც იმის შანსი რომ ქვეყანა ნორმალურ ქვეყნად გადაქცეულიყო. ბოლო კითხვა უნდა დაგისვათ თქვენ სასამართლო პროცესზე პუტინთან შეხვედრაც შეგახსენეს გულწრფელად ფიქრობთ რომ შესაძლებლობა არ იყოს კიდევ ერთხელ შეხვდებოდით პუტინს და ეს საზოგადოების შესაძლებლობა გეგმავთ კაბატონინო ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები რატომაც არა თქვენ ნორმალურად მიგაჩნიათ ის რომ საქართველოს პოლიტიკური სპექტრი არ ელაპარაკებოდეს რუსეთის ხელისუფლებას? არა, ისინი საუბრობენ ოღონდ არა, ესე ვთქვათ, დიპლომატიურ დონეზე. უკაცრავად, აბა თქვენ რა გონიათ ახლა მე პუტინს რო ხვდები, რაზე ვსაუბრობთ? არც მხატვრული ლიტერატურას ვარჩევთ და ვერ გეტყვით ამ წუთში დაგეგმილი არ არის, მაგრამ მე ვაპირებ ქართულ პოლიტიკაში დარჩენას. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ მიუხედავად, ესე ვთქვათ, უმძიმესი ბრძოლისა და პრაქტიკულად შანტაჟისა სამწუხაროდ, რომელიც, ესე ვთქვათ, მოუწყო ქართულ ხალხს ბატონმა ბიძინამ იმის ძახილით, რომ თუ 60%-ს არ აიღებს მარგველაშვილი, მაშინ აღარ დაგეხმარებითო და ქართველი ხალხი სამწუხაროდ ნაწილი ამ, ესე ვთქვათ, შანტაჟზე წამოეგო. თქვენ იცით ძალიან კარგად, რომ მე პირადად ძალიან სერიოზული, თუნდაც, ესე ვთქვათ, შემცირებული, მაგრამ ძალიან სერიოზული მხარდაჭერა მქონდა მოსახლეობაში და მაქვს და ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზრდება იმის ფონზე რომ ხალხი ხედავს ნაციონალური მოძრაობის მობრუნების რეალურ შანსს და უუნარობას და უნიათობას საქართველოს ხელისუფლების როგორ ფიქრობთ თეა საქართველოს ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო ადამიანი თუნდაც ამ ბოლო 2 წლის განმავლობაში რომელიც გაბედავდა პუტინთან პირისპირ დალაპარაკებას დღეს არ ვიქნებოდით უკეთეს მდგომარეობაში თქვენ როგორ ფიქრობთ ბურჯანაძე რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში მავთუხლართები გადმოიწევდა არ გადმოიწევდა. არავითარ შემთხვევაში პირდაპირ შია პრობლემა მაშინ ქალბატონინო. პრობლემა იმაშია რომ უნდა ელაპარაკო თეა. უნდა ელაპარაკო. რას ნიშნავს რაზე? შენი ქვეყნის ინტერესებზე, სუვერენიტეტ. ოკუპაციაზე. მათ შორის რა თქმა უნდა ეს თავარი იქნება თანხმობა, შემხვედრინა ბიჯი. არა, თუ არ დაელაპარაკე, არაფერი არ იქნება. ისევე როგორც წავედით ახლა სოჩის ოლიმპიადაზე, რა თქმა უნდა, სოჩში უნდა წავსულიყავით, მაგრამ რის ფასად წავედით? არაფრის ფასად, ხო? არ შეიძლებოდა რომ ნორმალური მოლაპარაკებები გამართულიყო? რა შეიძლებოდა მოგეთხოვა ამის საფასურე? იცით რა, ეხლა მე არ ძალიან ბევრი რამ.
ეს არ იქნებოდა ვაჭრობა, მე არ ვლაპარაკო პოლიტიკურ ვაჭრობაზე. ეს იქნებოდა ელემენტარული ჯანსაღი მოლაპარაკების პროცესი. თუმცა რომ რუსეთიც იყო დაინტერესებული იმაში, რომ საქართველოს მიეღო მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაში და ჩვენც შეგვეძლო, რომ გარკვეულწილად ასევე, ასე ვთქვათ, დაგვეყენებია ჩვენი პირობები არ მინდა ამას დავარქვა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გვესაუბრა იმ შესაძლო ურთიერთდათმობის და ურთიერთგაგების ნაბიჯებზე, რომელიც აუცილებელია, როცა არ ელაპარაკები. მაინც ისი აკეთებ, იძულებული ხარ ისე გააკეთო, როგორც შეიძლება შენთვის მისაღები არ იყოს და ვიცეთ ახლა გულზე ჯიღი, ვიძახოთ რომ ძალიან მაგრები ვართ, არ ველაპარაკებით, ჩვენს მაგივრად თეა, არავინ არ დაელაპარაკება რუსეთს. არავინ და ეს ძალიან ნათლად ჩანს და ამ ხელისუფლების უმღიმღამობამ ჩვენ დაგვანახა, ერთი იყო ხელისუფლება, რომელიც მუშტებს უქნევდა რუსეთს, რომელსაც მუშტების ქნევას ამერიკაც კი ვერ უბედავს და მუდმივად დიალოგის რეჟიმში ელაპარაკება. მეორეა, რომელიც დალაპარაკებას ვერ ბედავს და მუდმივად დასავლეთისკენ იყურება, რომ დასავლეთი დაელაპარაკება ჩვენს მაგივრად რუსეთს. დასავლეთ ძალიან ბევრი თემა აქვს სალაპარაკო, ჩვენს ნაცვლად არავინ არ დაელაპარაკება, ასე რომ გარწმუნებთ ნებისმიერ პოლიტიკოს, რომელსაც ექნება სურვილი, რომ მოაგვაროს აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემა და ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემა, მოუწევს რუსეთში ჩაბრძანება და რუსეთის ხელისუფლებასთან დალაპარაკება. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მობრძანდით და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. ნინო ბურჯანაძე იყო ჩვენი გადაცემის დასკვნის ნაწილის სტუმარი, პოლიტიკის დრო დღეს ამის დასრულებულია. მე სამშაბათამდე გემშვიდობებით ნახვამდის.